რამდენიმე წუთის წინ ალდეს ხდომაზე ერთხმად დაამტკიცეს რეზოლუცია, რომლის ერთ-ერთი თავი ეხება საქართველოს და შეფასებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს ქართული ოცნება. Ამ დოკუმენტში ეს ბუნებრივი არ არის მხოლოდ შეფასებითი დოკუმენტი, ასევე არის სარეკომენდაციო ხასიათის და ვკითხულობთ მასში მოწოდებას ევროკავშირის სახელმწიფოების მიმართ, რომ დასანქცირდეს ქართული ოცნების მაღალჩინოსნები და ასევე ქვეყანაში ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები. Ამ დოკუმენტში ასევე არის ხაზგასმით ყურადღება გამახვილებული აქციის მონაწილეების დაკავებების სერიაზე, პოლიტიკური ლიდერების დაკავებებზე, პოლიტიკური პარტიების გაუქმების გეგმაზე. პარტნიორები ჩვენ გვეუბნებიან, რომ ქართული ოცნება ახლა დიქტატორულ სახელმწიფოდ აქცევს საქართველოს და ასე გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ კი ის საკუთარ გეგმას ბოლომდე მიიყვანს და პოლიტიკურ პარტიებს საკონსტიტუციო სასამართლოს საშუალებით გააუქმებს, რასაც სჭირდება ევროპის მკაცრი პასუხი, ამიტომ ბრიუსელში ევროპელ პოლიტიკოსებს აქვთ დიდი სურვილი, რომ სახელმწიფოებმა ერთხმად მიიღონ გადაწყვეტილება, რომ ქართული ოცნების ლიდერებს შეუჩერდეთ uvizო რეჟიმი და მათ აღარ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ მოხვდნენ ევროპულ სახელმწიფოებში. გარდა ამისა, ისინი ელოდებიან, რომ ამ გაძლიერებული რეპრესიების ფონზე ევროპის მკაცრი პასუხი ქართულ ოცნებას აიძულებს ჩანიშნოს ახალი არჩევნები. Georgia belongs to the European Union. საქართველო ეკუთვნის ევროკავშირს და მე ვუჭერ მხარს იმ მომიტინგეებს, რომლებიც ამას ასე ხშირად და ასე მამაცურად მოითხოვენ. ვერავის შეუძლია განაცხადოს, რომ დემოკრატიის გზაზეა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიდის, თუ კრძალავს ოპოზიციას. არ ვფიქრობ, რომ პარტიების აკრძალვა სწორი გზაა. ეს არ შეესაბამება იმ ევროკავშირის ღირებულებებს, რომელიც ჩვენ გვინდა ვიხილოთ საქართველოში. Will take place. It's a critical situation in this moment in Georgia. საქართველოში ამჟამად კრიტიკული სიტუაციაა. საქართველოს მთავრობა ევროკავშირისგან უკუმიმართულებით მიდის. როგორც იცით, მიმდინარეობს დისკუსია საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ, მაგრამ ასევე არსებობს სამართლიანი არგუმენტი, რომელსაც მე ვუჭერ მხარს, რომ სტატუსის ჩამორთმევა როგორც სანქცია უკვე არა დემოკრატიული საქართველოს მთავრობის მიმართ, ასევე გამოიყურება როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის იმედის წართმევა. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეებს კვლავ აქვთ ევროპული მისწრაფებები, მაგრამ ახლა ქართული ოცნება ართმევს საქართველოს მოქალაქეებს ევროპულ ოცნებას. საქართველოს მთავრობა მოქმედებს სრულიად არადემოკრატიულად და სანქციები უნდა იყოს შესაბამისი რეაქცია. ეს ასეთ ვითარებაში ჩვეულებრივი ქმედებაა, როგორც მოხდა რუსეთსა და ბელარუსში, როდესაც ინდივიდუალური სანქციები დაწესდა მათ წინააღმდეგ, ვინც პირდაპირაა ჩართული მთავრობის გადაწყვეტილებებში და აზიანოს დემოკრატიული წესების საზოგადოებისთვის. ბრიუსელში არიან ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ასევე დაესწრნენ ცოტა ხნის წინ რეზოლუციის მიღების პროცესს. ისინი ესაუბრებიან ევროპელ პარტნიორებს, მათ შორის საუბარი შეეხება პოლიტიკური პარტიების აკრძალვის გეგმას, რომლის შესახებ სარჩელს ქართული ოცნება უახლოეს დღეებში შეიტანს საკონსტიტუციო სასამართლოში და შესაბამისად პარტიები, რომელთა წარმომადგენლები აქ არიან საფრთხის ქვეშ, რომ შესაძლოა სამომავლოდ ისინი პოლიტიკურ ველზე საერთოდ არ იყვნენ. და ასევე საუბარია იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ქართულ ოპოზიციას ამ რეპრესიებთან დაპირისპირება და რა სამართლებრივი გზები არსებობს იმისთვის, რომ ეს გეგმა ბოლომდე ვერ შესრულდეს, მათ შორის ძლიერ საქართველოს აქვს გეგმა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ეს გადაწყვეტილება და ეს კანონები, რომელიც აქეთკენ არის მიმართული, გასჩივრდეს. რაც შეეხება სხვა პარტიებს, დღეს ამ პოლიტიკურ ჯგუფში არიან სხვა ოპოზიციური პარტიები, თუმცა მათი ლიდერები ამჟამად ციხეში იმყოფებიან. დღეს ალდეს ხდომაზე დამსწრებმა მოისმინეს გზავნილები ელენე ხოშტარიასგან, გიორგი ვარშაძისგან, ზურაბ ჯაფარიძისგან. ისინი ხმოვანი შეტყობინებით ესაუბრებიან ევროპელ პარტნიორებს ციხიდან და მოუწოდებენ მეტი მხარდაჭერისკენ. რეზოლუცია კი, რომელიც არის დამტკიცებული, ასევე მოუწოდებს ქართულ ოცნებას, რომ ისინი უნდა იყვნენ თავისუფლები. მე მაქვს ინტენსიური საუბრები ყველა ჩვენს პარტნიორთან და ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, არის პარტიების გაუქმების საკითხი, რაც არის ქართული ოცნების რეჟიმის მხრიდან ღიად დიქტატურის დაანონსება, როგორც ქართული ხალხისთვის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. მე მინდა ვთქვა, რომ ყველა რა თქმა უნდა ცალსახად გმობს იმას, რომ ქართული ოცნება აპირებს პარტიების აკრძალვას და ესალმება იმას, რომ
ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ამის წინააღმდეგ, იმ ძალიან მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო სარჩელის დაინიცირებით, რომელიც შეიმუშავა ჩვენმა გუნდმა ძლიერ საქართველოში. მე ვსაუბრობ ძალიან ბევრ ადამიანთან ამ საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ და მინდა ვთქვა და შემიძლია ვთქვა, რომ ამ სარჩელს და მის შინაარსს აქვს ძალიან ფართო მხარდაჭერა ალდეს პოლიტიკურ წრეებში. ამ რეზოლუციაში მნიშვნელოვანი რაც არის, სხვა რეზოლუციებისგან განსხვავებით ის არის, რომ უკვე ევროკავშირი ფიქრობს ახალ მექანიზმზე, როგორ შეიძლება რომ უნგრეთის და სლოვაკეთის დაბლოკვის მიუხედავად მაინც მოხდეს სანქცირება ქართული ოცნების წარმომადგენლების და არა ქართველი ხალხის. შესაბამისად, ამ რეზოლუციაშიც მთავარი აქცენტი ზუსტად იმაზეა გაკეთებული, რომ ქართული ხალხის ნაცვლად პირიქით ქართული ელიტა, ქართული ოცნების ელიტა უნდა დასანქცირდეს. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ პროცესებში, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, გაზრდილი რეპრესიებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვებით და ბევრად უფრო მეტი ადამიანის ციხეში გამოკეტვით, ევროპელი ლიდერები ამბობენ, რომ ისინი მაინც გააგრძელებენ ქართული ხალხის მხარდაჭერას. რეზოლუცია უკვე დამტკიცებულია, როგორც უკვე გითხარით, ის მიმოიხილავს ყველა ბოლოდროინდელ მოვლენებს და ბუნებრივია ასევე ევროპელი პარტნიორების ყურადღების მიღმა არჩება ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, რაც ეხება კორუფციას, რის შესახებაც ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის და ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით მიდის სამართლებრივი პროცესი ქვეყნის შიგნით და იმ ფონზე, როცა ქართული ოცნება ცდილობს ფინანსური მხარდაჭერა შეუზღუდოს დემოკრატიულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ევროპაში თანხმდებიან, რომ ასევე უნდა იყოს შემოწმებული თუ როგორ იხარჯება ის ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც მათი მხრიდან იღებს საქართველო, როგორ ხარჯავს ამ თანხას თავად ქართული ოცნება და უნდა იყოს შემოწმებული ის ხმარდება საქართველოს მთავრობას თუ ხმარდება ქართულ საზოგადოებას. ამის შესახებ ასევე არის მოწოდება ამ ტექსტში, რომელიც ცოტა ხნის წინ დამტკიცდა პოლიტიკურ ჯგუფ ალდეს სხდომაზე.